ვიცი, თამაშობ, რა შვები, არ დავიწყეთ გადაღება? არა, თამაშო, ბიუჯეტი გვაქვს ასახსნელი. მე ლეგოები რა შუაშია? აბა ეხლა 36 მილიარდი ლარის ბანკნოტებს ხო ვერ მოვიტანდი და აი ლეგოებით მინდა რაღაცები ავხსნა რა. რა 36 მილიარდი? ხო, რამდენი არის ჩვენი 2026 წლის ბიუჯეტი? 36 მილიარდი ლარი და ცოტა კიდე მეტი 1-200 მილიონი კიდე არის. აქ წერია თითქმის 25 მილიარდი და 36 მილიარდი რა შუაშია? შენ ხო ჩაშლილად შეხედე, ეგ თითქმის 25 მილიარდი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ამას ემატება კიდე სხვა მუნიციპალიტეტების, თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ვთქვათ, და რაიონების და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტთან მთლიანობაში არის 36 მილიარდზე მეტი, 200 მილიონი კიდე რა. რამდენი დეტალია, ვერაფერი გავიგე, წესიერად ამიხსენი რა. კარგი, მოკლედ ახლა აგიხსნი რა არის ბიუჯეტი გასაგებად რა. პირველ რიგში მთავრობას არანაირი ფული არ აქვს. ეს არის ჩვენი ფული. ანუ ბიუჯეტი შედგება ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან. აი მაგალითად, წარმოვიდგინოთ, ეს არის თქვა DGG რა. ხო? რომელიც არის რაღაცა უხილავი გადასახადივით. 18% არის DGG და ყველა ბიზნესი, ბანკების და საფინანსო ბიზნესის გარდა იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს. რაც ნიშნავს იმას, რომ შენ რომ მაღაზიაში შედიხარ და რაღაცას ყიდულობ, მაგალითად 12 ლარიანს, 2 ლარი მიდის მთავრობის ყულაბაში და ბიუჯეტში. ამას თითქოს ვერ გგრძნობთ რა, რაღაცა უხილავი გადასახადივით არის და ვისაც სიტყვაზე ხელფასი არ აქვს ან საშემოსავლოს არ იხდის, ხო? იმას გონია რომ არანაირ გადასახადს ვთქვათ არ იხდის, მაგრამ ყველაფრის ფასში რეალურად მით უმეტეს სურსათი, რასაც ყიდულობთ, დამატებული ღირებულების გადასახადი შედის მათ შორის მომსახურებაშიც. და მთავრობა ამ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან მე ტექნიკურად ამას საბოლოო ჯამში ბიზნესი იხდის, მაგრამ იმის ფასში როცა შედის, ხო რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ყველა გადასახადს ვიხდით ადამიანები და ამის შემდეგ უკვე აგროვებს მთავრობა ჩვენგან თეთრ DGG-ებს. ანუ ვინც უფრო მეტს ყიდულობს და ხარჯავს, ის უფრო მეტ კუბიკს დებს DGG-ს ბიუჯეტში. ესეა, კი. 10 მილიარდი ლარი არის დაახლოებით წელს DGG-დან გათვლილი, რომ შევა ბიუჯეტში რა. ანუ 10 მილიარდი ლარი შეავსებს აი 36 მილიარდს, რაც უნდა დაიხარჯოს მერე, ხო? ეს არის ხარჯვითი ნაწილი. ასევე მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ყველაზე მეტად ვგრძნობთ. ვთქვათ, 1000 ლარია ფურცელზე ხელფასი, ხელზე ვიღებთ 800 ლარს და 200 ლარი, აი ესე ვითომ კუბიკებია, მიდის ბიუჯეტში და საშემოსავლო გადასახადიც ბიუჯეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითქმის 8-9 მილიარდი ლარი შევა წელს საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტში. და თან ამას ყველაფერს ძალიან გრძნობთ, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ გვეჭირება. შეიძლება DGG-ს ვერ გრძნობდეთ ისე, მაგრამ საშემოსავლოს ყველა ძალიან გრძნობთ. ასევე არის აქციზი. აი მაგალითად ეწევა ვინმე სვამს თუ ტრანსპორტით დადის და ბენზინს ასხამს, ის ყველა იხდის აქციზის გადასახადს, რომელიც არის სხვა აი მავნე ნივთიერებებს რაც გამოყოფენ, ასეთ ბიზნესებს აქვს აქციზის გადასახადი, თამბაქო, ალკოჰოლი და ასევე საწვავი, სხვა ის არის, რა ქვია, აქციზის პროცენტი და ესენიც აი ეგეთ ბიუჯეტში თავისი წვლილი შეაქვთ, კი ბატონო, დამეხმარე და ასე ივსება ნელ-ნელა ეს ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით. და ეს ლურჯი კუბიკები რა არის? ეს არის გრანტები. ანუ გრანტები, ანუ უსასყიდლო დახმარება, ანუ ეს არ არის ცეცხლი, საერთაშორისო ორგანიზაცია, ან სხვა ქვეყანა გაძლევს გრანტის სახით დახმარებას და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია, სხვათა შორის ჩვენს ბიუჯეტში ადრე მეტი იყო, მაგრამ რაღაცები შეიცვალა და ეხლა შემცირდა ეს გრანტები უცხოური ორგანიზაციებისგან. შესაბამისად, ისეთ იმხელა წილი აღარ აქვს ჩვენს ბიუჯეტში გრანტებს, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც უსასყიდლოდ ვიღაცა ცეცხლს კი არ გაძლევს. ჩუქნის ამ ფულს რომ რაღაცა მიმართულებით დახარჯო და ძირითადად ეს არის სხვა სექტორების განვითარებაში ჩადებული ერთგვარი ინვესტიცია გრანტის სახით. ანუ გამოდის რომ ჯამში გვაქვს 36 მილიარდი კუბიკი და ყველა არის ჩვენი ჯიბიდან გასული გარდა ამ ლურჯი კუბიკებისა, ხო? ხო, გარდა გრანტებისა, იქ არის შემოსავლებში არის მოგების გადასახადია, იმპორტის გადასახადია
რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ჩვენს ბიუჯეტს და 36 მილიარდი ლარიდან 27 მილიარდი ლარი არის პირდაპირი გადასახადები, ანუ პირდაპირ ჩვენი ჯიბიდან არის დაფინანსებული და ამიტომ ვამბობ, რომ მთავრობას თავის ფული არ აქვს, ის ხარჯავს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებს ბიუჯეტიდან. კარგი, ეს კუბიკები დავთვალეთ და გასაგებია, მაგრამ ეხლა მაინტერესებს რაში იხარჯება მთელი ბიუჯეტი. სანამ ხარჯვაზე გადავალთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი 64-ის, ასევე გამოყევით Facebook-ზე, Instagram-ზე, სხვა სოციალურ ქსელებში, ყველგან ვართ, უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და დალაიქეთ. კარგი, ეს კუბიკები დავთვალეთ, გასაგებია, მაგრამ ეხლა მაინტერესებს რაში იხარჯება ეს ბიუჯეტი. ყველაზე მეტი ხარჯი წელს რაც არის გათვალისწინებული, ეს არის 9.6 მილიარდი ლარი სოციალური დაცვა და აი საყოველთაო ჯანდაცვა. სოციალური დაცვიდან და ამ 9.6 მილიარდიდან 4.4 მილიარდი ლარი არის პენსიები და სოციალური დახმარებები. საკმაოდ დიდი წილია და რეალურად ჩვენი ბიუჯეტი არის იმის, რომ სოციალურ დაცვაზე არის ორიენტირებული და ჯანდაცვაზე, ანუ შენახვის ბიუჯეტი, ასე ვთქვათ რა, და ამაში ხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს. და ეს პატარა შენობა რა არის? სკოლებია? არა, ეს ხო, სკოლები არ არის, განათლება ზოგადად 2.7 მილიარდი ლარია წელს გათვალისწინებული განათლებაზე, რაც თითქოს ცოტა არ არის, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ მომავალში ჩვენს სტუდენტებს, მოსწავლეებს მივცეთ მეტი განათლება, უნარები და ის ჩვევები, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ უკეთესი ეკონომიკა ააშენოს საბოლოო ჯამში და შემდეგ, რა თქმა უნდა, მეტი გადასახადი გადაიხადონ, ბიუჯეტიც მეტი იყოს და სოციალურ დახმარებებზეც შეგვიძლია მეტი დავხარჯოთ, თუ მეტი ფული გვექნება თავისთავად. ხო, შენ ამატებ და სწორია, მეც დავამატებდი. და ეს განათლებაზე მაღალი შენობა რა არის? ო ეს არის პოლიცია და ჯარი ერთად, რომელშიც დაახლოებით 3.4 მილიარდ ლარს დავხარჯავთ, აქ შედის მათი ინფრასტრუქტურაც, ხელფასები, ჯარის და პოლიციელების და ეს წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ იქნება 3.4 მილიარდი ლარი და სხვათა შორის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მერე ყველაზე დიდი ნაწილი, ყველაზე დიდი შენობა კუბიკებისგან, ლეგოს კუბიკებისგან არის სწორედ ეს უსაფრთხოების სისტემები და თავდაცვა და პოლიცია. ეს 3.1 მილიარდი გზები და ხიდებია? კი, ეს ინფრასტრუქტურის ხარჯებია, გზები, ხიდები, სოფელში წყლის გაყვანა, თქვათ, გაზის შეყვანა და ასე შემდეგ, ყველაფერი შედის ამაში, არის დაახლოებით 3.1 მილიარდი ლარი გათვალისწინებული წელს ამაზე. ეს პრინციპში ისეთი ყველაზე ხელშესახები და თვალსაჩინო ხარჯია, ხო? ხედავთ, იქ ავტობანია, თქვათ, რაღაცები კეთდება, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას ზოგადად ხელს უწყობს და საბოლოო ჯამში იქ რაღაცა ბიზნესი თავის ტრანსპორტით გაივლის, მერე უფრო მეც დახარჯავს, უფრო მეც გააკეთებს და ეს ხარჯები ყოველთვის, რა თქმა უნდა, უფრო გამართლებულია და როცა მეტი საშუალება ექნება ქვეყანას, ხო, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მეც დახარჯავს, იმიტომ რომ ეხლა ბიზნესმა თავის წინ შეიძლება რაღაცა ბეტონი და ასფალტი დააგოს, მაგრამ ავტობანს ბიზნესი ვერ ააშენებს. ეს სახელმწიფოს ხარჯია, რომელსაც ის სწორედ ამ ბიუჯეტში ითვალისწინებს და ყოველწლიურად მილიარდობით ლარი ამაზე იხარჯება, მაგრამ პრობლემა ხშირად არის ის, რომ ამ ხელა ფულს ხარჯავ და შეიძლება საბოლოო ჯამში რაღაცა უხარისხო შეხვდეს, ხო, გაგვიგია, რომ ხან რაღაცა ხიდმა არ ვარგა, ხან რაღაცა დროულად ვერ დამთავრდა, აგე ვარკეთილის მეტრო ვერ გააკეთეს ამდენი წელი. ესე იგი, ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი იხარჯება ჯანდაცვაში და პენსიებში, მერე მოდის პოლიცია და ჯარი, კი. მერე ინფრასტრუქტურა და გზები და ბოლოს ყველაზე ნაკლებს ხარჯავთ განათლებაში? იცი რა, სევდიანი სურათია, კებო. ხო, განათლებაში ამათთან შედარებით ცოტა ხარჯავთ, მაგრამ ნუ კაი კულტურაში და სპორტში კიდე ნაკლებს ხარჯავთ. ნუ იქ სხვა ხარჯებიც არის, ხან მივლინება არის, იქ სატრანსპორტო მომსახურება ჭირდება მთავრობას და ნუ რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადის. გიორგი, ესეთი კითხვა მაქვს, რატომ არ შემიძლია მე, ჩემი საშემოსავლო, ავდგე და პირდაპირ რაღაც აი ჩემს უბანში არსებულ სკოლას მივცე. და რატომ იდის მაინც და მაინც ეს ჩემი მიერ გადახდილი რაღაცა თანხა
ერთყულებაში და რატო წყვეთ სხვა სადმე გაანაწილოს მე ეს ბიუჯეტი სხვა ქვეყნებში დასეა? ეს არის ძალიან მაგარი კითხვა სხვათა შორის. თლად ასე არ არის. მოიცადე სანამ ამას გავაგრძელებდეთ, მანამდე დაგვასაბსქრაიბეთ YouTube-ზე, აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და გამოგვიწერეთ ყველა სოციალურ არხში. იცი როგორ არის, აი მონაწილეობით ბიუჯეტირების პროექტები არსებობს სხვა ქვეყანაში, ისლანდიაში, პორტუგალიაში, ძალიან ბევრი მაგალითია მსოფლიოში, როდესაც ადგილზე ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში წყვეტენ რა არის მათი მუნიციპალიტეტისთვის, მათი ქალაქისთვის კარგი, ხო? პირობითად თბილისი კი არ უწყვეტს მაგალითად ჭიათურას რამდენი ექნება ვთქვა ბიუჯეტი, ან რა აშენდება ვთქვა ჭიათურაში, ხო? ან სხვა ქალაქებში. არამედ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე. საქართველოში სხვათა შორის იყო რამდენიმე მცდელობა იმის, რომ ადგილებზე გადაეწყვიტათ ადამიანებს, მაგალითად, რაღაცა ქუთაისის მერიას ქონდა გამოცხადება შენი იდეა, რაღაცა ქალაქს და შეგეძლო რომ რაღაცა დაგეწერა, მოგეთხოვა, შეგევსო რაღაც პეტიციები და შემდეგ ადგილზე ვთქვათ ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა სწორედ ამ იდეებზე დაიხარჯებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ანუ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და არ აქვს მსვლელობა დიდად ვეღარ მიეცა, მოკლედ მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ სისტემა არის აწყობილი ისე, რომ ცენტრი იღებს გადაწყვეტილებებს ბიუჯეტთან, ანუ ფულთან დაკავშირებით და ადგილზე თვითმმართველობებს, ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვს ისეთი ხმა საკუთარი ქალაქის თვის რაღაცა ფულის ხარჯვაში, ხო? ანუ ჩემი ქალაქისთვის რა ჯობია, მე უნდა გადამაწყვეტინო, იგივე ადგილობრივი საკრებულოს დონეზე, თორემ მოდელი ხო ჩვენთან დემოკრატია რას ნიშნავს, ხო? რომ ჩვენთან ტარდება ვთქვათ არჩევნები, ვირჩევთ პარლამენტს, რომელიც ამტკიცებს მთავრობას, რომელიც შემდეგ უკვე იღებს სწორედ ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, ხო? პარლამენტი და მთავრობა. ანუ არჩევნები არის ერთ-ერთი გზა, რომ თუ ვთქვათ რამე არ მომწონს მე ვინმეს გადაწყვეტილებებში, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება თუ ცენტრი, არჩევნების გზით ეს გადაწყვეტილებები უნდა შევცვალოთ, ხო? და იყოს მრავალფეროვანი და ხალხზე მორგებული. ესე იგი, არსებობენ ქვეყნები, სადაც ლეგოების აწყობისას არქიტექტორი აზრს გეკითხება და აინტერესებს სად დადგა ესა თუ ის კედელი. კი, და რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტად არიან ჩართულები მოქალაქეები მსგავს გადაწყვეტილებებში, რომ ჩემი კუბიკებით პოლიციის შენობას ააშენებ, გზას თუ ხიდს, ამას ერთი ადამიანი კი არ წყვეტს, ან ერთი დაწესებულება, არამედ მრავალფეროვანი და მრავალხმიანია ეს გადაწყვეტილება და რაც უფრო მეტად უსმენ შენს მოქალაქეებს, მით უკეთესი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, რომ ეს გადასახადები და ბიუჯეტი შედგება ჩვენი გადახდილი ფულით, შესაბამისად, მე მეტად უნდა მკითხო, რაში დახარჯავ ამ ჩემს გადახდილ გადასახადებს. ესე იგი, გამოდის, რომ ბიუჯეტზე კონტროლი მარტო არჩევნებზე სიარული და ხმის მიცემა კი არ არის, არამედ ყოველდღიური ჩართულობა, თუ სად მიდის ჩვენი ფული, სად იხარჯება. სწორედ ეგ არის მთავარი, სანამ ჩვენ გვეშინია რიცხვების და ვთქვათ, აქტიურობის, მანამდე სხვა ჩვენი კუბიკებით აშენებს იმას, რაც მას აწყობს. მაშასე დავიწყეთ რიცხვების გარეშე მესამე სეზონი, ეს იყო პირველი ეპიზოდი ბიუჯეტზე და გადასახადებზე. თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ 64-ის არხი YouTube-ზე, რომელსაც სხვა ძალიან საინტერესო გადაცემები და პოდკასტებიც აქვს და სხვა სოციალურ ქსელებშიც გამოვყევით და იყავით ჩვენთან ერთად და გახსოვდეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია TBC.